მოგესალმებით, საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აგრძელებს პოდკასტების სერიას და დღეს ჩვენი სტუმრები არიან თეონე ჟიჟიაშვილი, რომელიც გახლავთ PW საქართველოს იურიდიული პრაქტიკის მენეჯერი და ასევე ლევან ნანობაშვილი, რომელიც გახლავთ MB Legal-ის მართველი პარტნიორი. ჩვენი სტუმრები ორივეს ერთ წარსულში, ხოლო თეონეს წარსულში, ხოლო ლევანი არიან საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის წევრები და ამ კუთხითაც აქვთ მნიშვნელოვანი გამოცდილება და დღეს ჩვენ გვინდა მათთან ერთად ვისაუბროთ სასამართლოს როლზე საარბიტრაჟო განხილვაში და განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სააპელაციო სასამართლოს როლზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წინა პოდკასტის სერიაში უკვე დავხვდით, ასე ვთქვათ, დავფარეთ ის საკითხები, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს წევს ჩართულობა, მსჯელობა და დახმარება არბიტრაჟისთვის, იმისთვის, რომ საარბიტრაჟო განხილვა იყოს ეფექტიანი და უზრუნველყოს მხარეთა შეთანხმება საარბიტრაჟო შეთანხმების შესახებ. შესაბამისად, დღეს ჩვენ გსურს რომ ვისაუბროთ ერთი მხრივ კომპეტენციის საკითხის გასაჩივრების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს როლზე და მეორე მხრივ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია საარბიტრაჟო პროცესის მხარდასაჭერად. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა სტუმრობისთვის. და პირველი საკითხით რომ დავიწყოთ, ეს ეხება კომპეტენციის საკითხთან მიმართებით საჩივრის წარდგენას სააპელაციო სასამართლოში. რა სტანდარტი გვაქვს, რა არის სასამართლოს როლი ამ შემთხვევაში და რა გავლენა აქვს ამ, ასე ვთქვათ, საკითხის გადაწყვეტას ზოგადად საარბიტრაჟო განხილვას. ლევან, თქვენგან დავიწყებ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო საკითხი არის. ზოგადად დავიწყებ კომპეტენციის მნიშვნელობაზე საუბრით. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის არბიტრაჟთან მიმართებაში. არბიტრაჟი თავად არის უფლებამოსილი განსაზღვროს საკუთარი კომპეტენცია და ამ შემთხვევაში არბიტრი თავად იდგენს კომპეტენციას, თუმცა ეს გადაწყვეტილება შეიძლება შემდგომ გასაჩივრდეს სასამართლოში და აქაც იკვეთება სასამართლოს როლი არბიტრაჟთან მიმართებაში. შეიძლება მხარე არ დაეთანხმოს არბიტრის გადაწყვეტილებას. საინტერესო და მნიშვნელოვანი ის არის, რომ არბიტრმა შეიძლება კომპეტენცია დაიდგინოს განხილვის პირველ ეტაპზე ან საბოლოო გადაწყვეტილებაში და აქაც მნიშვნელოვანი არის რა ეტაპზე გახდის მხარე ამას სადავოდ, იმიტომ რომ თუ გასაჩივრება მოხდა პირველივე ეტაპზე, როდესაც დაიწყება საარბიტრაჟო განხილვა, ამ შემთხვევაში მხარეები დაზუგავენ დროს და ენერგიას, მაგრამ თუ არბიტრის კომპეტენცია დადგენილია უკვე საბოლოო გადაწყვეტილებაში და მხარე გასაჩივრებს უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში უკვე დგება თვითონ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნამდვილობის საკითხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და როგორც წესი მხარე, რომელსაც არ სურს დაემორჩილოს არბიტრის გადაწყვეტილებას ან ასაჩივრებს, ალბათ ხშირად აყენებს სწორედ ამ საკითხს, არბიტრის კომპეტენციის საკითხს. კი ბატონო, ალბათ ეს მხარესთან ერთად ალბათ დამოკიდებულია თვითონ ტრიბუნალზეც, რომ როგორ გადაწყვეტს ტრიბუნალი, რომ ანუ ეგრეთ წოდებული ეს ბიფურკაცია გააკეთოს, ანუ გაყოს პროცესი და იმსჯელოს ჯერ იურისდიქციას და შემდგომ ასე ვთქვათ დავიშინა არსობრივ საკითხზე, თუ ჩათვლის საჭიროდ რომ ერთობლივად ასე ვთქვათ გადაწყვიტოს, იმიტომ რომ თუ გაყო, ალბათ როგორც წესი მხარე მიმართავს ხოლმე გასაჩივრების უფლებას. თუმცა აქ ერთი საინტერესო კითხვა სიმართლე გითხრათ, ეხლა დამებადა, რომ თუ მხარემ არ გამოიყენა ეს უფლება იმ კუთხით, რომ როდესაც არბიტრი გადაწყვეტს ამ საკითხს, იმ კანონგადასახადებულ ვადაში, თუ სწორედ მახსოვს 30 დღე არის, არ გაასაჩივრებს. ინარჩუნებს თუ არა უფლებას, რომ შემდგომ საბოლოო გადაწყვეტილების დროს ამაზე შედავება გააკეთოს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ერთი, ასე ვთქვათ, ჯადოსნური მუხლი 33 მუხლი არბიტრაჟის კანონის
თუ უпроსტად ბოდიში 31, სადაც არის ეგრეთ წოდებული უარი შეპასუხებაზე, რაც გულისხმობს, რომ რისი სადაოდ გახდათ შეგიძლია დროულად უნდა გახადო. თუ არ გახდი ამას, ეს განიხილება როგორც შენს უფლებაზე უარის თქმა. ანუ ხო არ იწევს ეს ამ უფლების დაკვარგვას, თეო, ამ პირველ კითხვასთან ერთად ამაზეც თუ შეგიძლია რომ გამოეხმაო რა. კი, ძალიან საინტერესო საკითხია, რაზეც ესე პირდაპირ როგორც ყველა სხვა საკითხზე ალბათ. არ არის პასუხი, მაგრამ საინტერესო მითითება ქონდა 33 მუხზე რა, ალბათ განმარტებით იგულისხმებოდეს, რომ შეიძლება დაკარგო ეს უფლება და ვეღარ გამოიყენო. ნახე, რეალურად აქაც მიზანი რა არის, რომ ბოროტად არ იყოს გამოყენებული, ხო? არც დრო, არც რესურსები ადამიანების, არც ეს მთელი საარბიტრაჟო პროცესი. და შენ როცა შეგიძლია გაასაჩიურო, მით უმეტეს გასაჩიურება, როგორც ლევანმა აღნიშნა, ხო, შუალედურ გადაწყვეტილებას ეხება თუ არბიტრაჟმა გაყო ეს. ეს გაყოფის მიზანი სწორედ ის არის, რომ მოდი ეხლავე გადავწყვიტოთ, ნუ წავალთ სიღრმეებში და ნუ დავასრულებთ თელ პროცესს, რომ მე მთელი გადაწყვეტილება არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. აი ესეთ შემთხვევაში თუ მხარე არ იყენებს უფლებას, დიდი ალბათობით მე ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, უნდა ჩაითვალოს, რომ ეს უფლება, მოკლედ დაეთანხმა ამ საკითხს, ასე ვთქვათ, გასაჩივრების უფლების არ გამოყენებით და შემდეგში ამის გაპრობლემება თლად წარმატებული წესით არ უნდა იყოს. კი, საინტერესოა. სასამართლო შესაძლებელი იქნება. ესეც არის, რომ თუ მე ანუ პრეტენზია დაფიქსირებული მაქვს, ანუ თვითონ განხილვაში პრეტენზია დავაფიქსირე. უბრალოდ მე აღარ გამოვიყენე გასაჩივრების უფლება. ხო, აი ნახე, უბრალოდ არის, ანუ პრეტენზია დავაფიქსირე, ამ ჩემ პრეტენზიაზე იმსჯელა ტრიბუნალმა, მიიღო გადაწყვეტილება, როგორც მანდაც ახსენეთ რა 100 გვერდზე მეცაც წერენ თუ ამ საკითხზე, ხო, ამ დონეზე დრო დაიხარჯა და მე უბრალოდ აღარ გავასაჩივრე, ხო, არ ვიცი, უბრალოდ ქვია თუ დავეთანხმე. ნახე, დაწერა 150 გვერდი და უი, რა კარგად დაუსაბუთებია, რატო შეიძლება ესე გავმარტოთ. ანუ ერთხელ თუ რაღაცას ვეთანხმები ხარ აუცილებლად ხარ არ სულ იმ პოზიციაზე დავრჩე. ამიტომ აქ მკითხაობა რომ უბრალოდ არ გავასაჩივრე, მოდი მე ვიზამ ბარემ ვიფიქრე თუ დავეთანხმე წესით ჩვენ მხარეს ან სასამართლოს მხარეს გულისხმობ ხო განხილვის წესით არ უნდა იყოს და ამიტომ აქვს მხარეს ეს უფლება რომ დროულად გამოიყენოს. კი ბატონო. და ამ დროს შეფასების სტანდარტიც მნიშვნელოვანი არის და ეს შეიძლება გარკვეულწილად განსხვავდებოდეს მეცხრე მუხლიდან გამომდინარე და დადგენილ სტანდარტთან მიმართებით, რაზეც ჩვენ წინა პოდკასტის პარგლებში ვისაუბრეთ. და აქ ალბათ დამეთანხმებით ლევან, რომ კითხვის ნიშანი რომ ამ დროს ერთი შეხედვით უნდა იმსჯელოს სასამართლომ თუ არსებითად უნდა შეაფასოს, ალბათ ამ ნაწილში უფრო ნაკლებად ამ ეტაპზე უფრო ნაკლებად დგას. კი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შინაარსში უნდა ჩავიდეს სასამართლო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. და ერთი შეხედვის პრინციპი აქ არ გამოდგება, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მხარე, რომელიც ასაჩივრებს არბიტრაჟის კომპეტენციას, დიდი ალბათობით წარუდგენს შესაბამის დასაბუთებას. და ერთი შეხედვით ამის შეფასება უბრალოდ ვერ მოხდება სასამართლოს მოუწევს აუცილებლად ამის შინაარსობრივად განხილვა. კი ბატონო, და მათ შორის აფასებს არბიტრაჟის დადგენილი, ანუ როგორც არბიტრაჟის დახმების ნამდვილობას კუთხით თვითონ დადგენილების შეფასება თუ ანუ არა მარტო მხარეთა მიერ წარდგენილი პოზიციების თვითონ არბიტრის მიერ, ტრიბუნალის მიერ დადგენილი გარემოებების და სამართლებრივი მსჯელობის შეფასებას უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ თუ არ ეთანხმება, უნდა თქვას რატო არ ეთანხმება და არა ის რომ არბიტრაჟის დახმება მის შეფასებით ნამდვილია თუ არა ნამდვილი. ანუ ის არგუმენტაციაც ფაქტობრივად უნდა გააქარწყლოს, რაც ექნება ტრიბუნალს წარმოდგენილი თავის კომპეტენციის, კი, თავისი, ასე რომ ვთქვათ, კომპეტენციის სასარგებლოდ. აუცილებლად ამ საკითხს ვეთანხმები, მაგრამ მგონია რომ ორი აზრი არ არის. მით უმეტეს იმ კონტექსტში, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება აღარ საჩივრდება, ხო? საბოლოო არის მხარეებისთვის და რომ თუ გადაწყვეტა რომ კომპეტენცია აქვს ტრიბუნალს, უბრალოდ გრძელდება დავა. პრინციპში აქვე უნდა ითქვას, რომ მიმართვაც არ აჩერებს, ხო, პროცესს გასაჩივრება, სასამართლოში გასაჩივრებას არბიტრაჟის პროცესს არ აჩერებს და შეიძლება დასრულდეს კიდევაც დავა არბიტრაჟის მიერ და გადაწყდეს საქმე სასამართლოს განხილვის
პარალელურად, მაგრამ თუმცა საკმაოდ არისკოა. რა თქმა უნდა, საკმაოდ არისკოა და ხო, ალბათ ტრიბუნალზე მხარეებზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ესე დროს მისაღები, რომ ამდენად ღირს ამხელა რისკის აღება და დროის რესურსების ხარჯვა ისევ და შემდეგ მთლიანი გადაწყვეტილების ეჭქვეშ დაყენება. თუმცა აი ხო, მე-9 მუხლთან მიმართებაში, როდესაც ვთქვით, რომ ერთი შეხედვის სტანდარტი უნდა შეაფასოს, იქ მნიშვნელოვანია, რომ პროცედურულად შინაარსობრივად შემდეგში ისევ არის ორგანო, ვინც ამ საკითხს აფასებს, ხო? ისე უკვე არბიტრეს უბრუნდებოდა ეს საკითხი, რომ შინაარსობრივად ამ შემთხვევაში უბრალოდ საბოლოო წყდება და ამიტომაც სრულად და შინაარსობრივად კი ბატონო, მნიშვნელოვან საკითხს შეეხე თეო და უბრალოდ ინფორმაციის კუთხით მინდა გავაზია, რომ შეიძლება არ იცოდეს ფართო საზოგადოებამ, რომ ამ კუთხით საქართველოს არბიტრთა ასოციაციას აქვს კანონ პროექტი შემუშავებული და ერთ-ერთი საკითხი სწორედ ამას უკავშირდება, რომ თუ სასამართლო დაადგენს, რომ არბიტრაჟს აქვს კომპეტენცია, მაშინ ეს იყოს ბოლო ინსტანცია და აღარ იყოს გასაჩივრება შესაძლებლობა, მაგრამ თუ სასამართლო შეცვლის არბიტრაჟის დადგენილებას კომპეტენციასთან დაკავშირებით, მაგ შემთხვევაში ერთჯერადი გასაჩივრების შესაძლებლობა რომ არსებობდეს უზენაეს სასამართლოში და მოვიცი იმედი გვაქვს, რომ ჯერ ასე ვთქვათ ოფიციალურად არ დაწყებულ ამის განხილვა, თუმცა როგორც კანონ პროექტი შემუშავებულია საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ დღის სინათლეს ინახავს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთჯერადი შესაძლებლობა და მათ შორის უზენაეს სასამართლოს დონეზე კომპეტენციის საკითხის ზე პრაქტიკის დადგენა ალბათ მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება და ვნახოთ ამ კუთხით როგორი განვითარება გვექნება. საინტერესო ინიციატივა, ნამდვილად თო ბოდიში ერთია ეს სამსაკითხზე გამახსენდა ეს უარყოფით გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის თქოს, რომ არბიტრაჟი თუ დაიდგენს კომპეტენციას, ეს გადაწყვეტილება საჩივრდება, მაგრამ თუ არბიტრაჟი არ დაიდგენს კომპეტენციას, ეს გადაწყვეტილება უბრალოდ არ საჩივრდება, ალბათ იმარტო იმის გამო, რომ ესეთ ნების ავტონომიას დაფუძნებული პროცესია, მათ შორის არბიტრიც უნდა იყოს თანახმა, რომ განიხილოს დავა და თუ არბიტრი გადაწყვეტს, რომ არა, იცი რა, ჩემი განსახილველი საქმე არ არის, ვერ დააწალებ და დაავალდებულებ. კი, ეგ ძალიან, იმიტომ რომ ყოფილა ეგეთ შემთხვევაც, რომ ხარეს ქონოს სურვილი, რომ ანუ მთლიანად არბიტრაჟში დახების ბათილობა არ დამდგარა, მაგრამ რაღაც საკითხზე ტრიბუნალმა თქვა, რომ ის ჩემ კომპეტენციას ცდება და ხო, გამოყო და ამაზე ხარეს ანუ გქონდა სურვილი, რომ აი გავასაჩივროთ და რატო არ იხილავენ და ამ შემდეგ, მაგრამ რეალურად ბერკეტი არსებობს ამის გასაჩივრების. ანუ თუ ტრიბუნალი ამბობს, რომ ამას არ განვიხილავ, მას ვერავინ ვერ დაავალდებულებს, რომ უნდა განიხილო, თუ ხარები დამატებით ამაზე არ შეთანხმდები. კი, მე უბრალოდ იმ საკითხს დავამატებ, რომ საბოლოო ჯამში მაინც კომპეტენციის დადგენა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამოსავალი წერტილი არბიტრაჟის და თვითონ არბიტრზეც არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ თუ ის დაიდგენს კომპეტენციას, ან არ დაიდგენს, ალბათ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არ დაიდგენს კომპეტენციას, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება დეტალურად იყოს დასაბუთებული, იმიტომ რომ ამას შეიძლება მოყვეს შესაბამისად გასაჩივრება და აი შემთხვევა, რომელიც თქვენ ახსენეთ, როდესაც არბიტრმა თქვა, რომ კომპეტენცია არ ქონდა, ეს გადაწყვეტილება იმ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან დასაბუთებული იყო და შესაბამისად ალბათ მხარეებმაც მიიღეს ხედულობაში. კი ბატონო. და ალბათ მოვიცი ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ არის ის, რომ შედეგობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, ხო? ანუ თუ სასამართლო საბოლოო ჯამში იტყვის, რომ არ არის ტრიბუნალი კომპეტენტური, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ არბიტრაჟი განხილვა უნდა შეწყდეს. და მხარეებს უთხრებათ ის შედეგი, რომ შეწყვეტის შედეგად რომელი სასამართლოც იქნება კომპეტენტური, იმას უნდა მიმართონ და ფაქტობრივად იქამდე განვლილი ეს სამართლებრივი გზა შედეგს კარგავს, ანუ არანაირი ასე რომ ვთქვათ, სამართლებრივი შედეგი მას აღარ აქვს და აქედან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის სასამართლოს მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ ერთი რო დროულად და მეორე ძალიან დეტალურად და სიღრმისეულად მოხდეს ამ საკითხის შეფასება, იმიტომ რომ
ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დიდ თუნდაც ხარჯებთან, დროსთან და რესურსთან არის დაკავშირებული და რაღაცა ეტაპი რო გაკავდა მით უმეტეს თუ ბოლოში ხარ გასული და ამ დროს ამბობენ რომ ტრიბუნალმა არ უნდა განიხილოს ტრიბუნალისთვისაც და თვითონ ხარებისთვისაც საკმაოდ ესეთი ნეგატიური შედეგი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა გარემოებას დავამატებ რომ არბიტრაჟი მოქნილი არის იმ ხრივაც რომ ხარებმა თუ დიდი დრო გაატარეს უკვე არბიტრაჟში და არის გარკვეული პრობლემა არბიტრაჟის კომპეტენციასთან დაკავშირებით ხარებმა შეიძლება დამატებითი შეთანხმება გააფორმონ და თუნდაც ეს ხარვეზე აღმოფრან. დავის არსებობის დროს ამის ალბათობა ნაკლები არის, თუმცა არ არის გამორიცხული. ყოველ შემთხვევაში კაუნტებლობა და არბიტრაჟის მექანიზმი ამის საშუალებას იძლევა. კი ბატონო, მე სიმართლე გითხრათ, მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყოფილა, ასე ვთქვათ, გარკვეულად დეფექტური შეთანხმება, ეს საკითხი როგორც ხარის წარმომადგენელს გამიცირჩევა, რომ მოდი არ გავხადოთ, იმიტომ რომ ეხა ამის გახდა და სასამართლოში წასვლა ჯობია რომ არ დავრჩეთ და გავაგზავნოთ აქ რეალურად განხილვა რა, იმიტომ რომ თუ მოპასუხის ინტერესიც არის ის რომ რაღაცა სწრაფი მაღალკვალიფიციური ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა იყოს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მიუხედავად დეფექტური არბიტრაჟის შეთანხმებისა, სადავოდ არ გახადოს და შესაბამისად ამით ასე ვთქვათ გახადოს არბიტრაჟის შეთანხმება შეავსოს და ნამდვილი გახადოს. კი ბატონო, მეორე საკითხი, რომელიც პროცედურული თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასამართლოს ჩართულობა აქაც საკმაოდ დიდია და სასამართლოს როლი ეს უკავშირდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას და რაღაცა რასაც ვაკვირდები, ქართული პრაქტიკა ისე ვითარდება, რომ ფაქტიურად განსაკუთრებით დიდ დავითთან მიმართებით აღარ არსებობს სარჩელი, რომელსაც თან არ ახლავს უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა. ანუ რაღაცა თამდევი გახდა, ანუ მხარეს რეალურად ჭირდება თუ არ ჭირდება, მაინც ყოველთვის ცდილობს რომ ეს გამოიყენოს როგორც გარკვეული ბერკეტი მოპასუხე მხარეზე ზემოქმედების. და ფაქტობრივად ყველა სარჩელს ეს თან ახლავს და აქედან გამომდინარე სასამართლოს როლი არბიტრაჟის დავების დროს განსაკუთრებით იზრდება და ჩვენ ვიცით რომ მოქმედი კანონმდებლობა ერთი მხრივ სასამართლოს როლს განსაზღვრავს იმ კუთხით რომ მან უზრუნველყოს არბიტრაჟის მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ცნობა აღსრულება და მეორე მხრივ სასამართლოს აქვს კომპეტენცია რომ პირდაპირ მიმართოს მას უზრუნველყოფის ღონისძიების იმ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით რომელ საქმეზეც სარჩელი თვითონ არბიტრაჟში არის წარდგენილი. აი აქ ამ სივრცეში რა საკანონმდებლო რეგულირება გვაქცეოდა რა პრაქტიკული გამოწვევები არსებობს, რასაც შეიძლება როგორც კვლევარი თუ პრაქტიკოსი იურისტი შეხვედრი ხარ. პირველ რიგში აღნიშნოთ ის, რომ როგორც ყველა სხვა თემა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი თემაა, რეალურად უდიდესი თემაა და კი როცა სადოქტორო, მთელი ერთი სადოქტორო აქვს დაცული კონკრეტულად უზრუნველყოფის ღონისძიებებზე და დღეს ძალიან ზედაპირულად მოგვიწევს შეხება. აი სასამართლოს ნაწილში ხო პროცედურულად და რა პრაქტიკული საკითხები შეიძლება დადგეს. როგორც აღნიშნე, ორივე ორგანო შეუძლია მიიღოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოსაც და არბიტრაჟსაც პრაქტიკული განმოსახედიდან რომ შევაფასოთ რომელი ჯობია ამ კითხვით მნიშვნელოვანი არის ვადები ხო როდის მივიღებ ამ უზრუნველყოფის ღონისძიებას უზრუნველყოფის ღონისძიების მთელი არსი თუ ბოროტად არ იყენებს ხარე როგორც დასწრებში აღნიშნე ხა თუ არ ჭირდება არ ჭირდება მაგრამ მთელი არსი არის სისწრაფე ხო მაგიტო არის რომ სასამართლო წეს 24 საათის ვადაში იხილავს ხოლმე განცხადებას ამ საკითხზე სისწრაფე სასამართლოში უზრუნველყოფილია, ისევე როგორც სასამართლო დავისას, იმიტომ რომ ზუსტად იგივე პროცედურით განიხილავს არბიტრაჟის სარჩელის უზრუნველყოფის საკითხსაც, მაშინ როცა არბიტრაჟის შემთხვევაში ერთი მხრივ არბიტრაჟი მსჯელობს ღონისძიების გამოყენების საკითხზე, რა თქმა უნდა, თუ ინსტიტუციური არბიტრაჟია წესებით დადგენილ ვადებსა და პროცედურებს მიყვება და შემდეგ ეს გადაწყვეტილება საჭიროებს სააპელაციო სასამართლოს ადგილობრივ დავებზე მიერ ცნობა აღსრულებას. ხო, აი აქ მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხი დგება ვადასთან დაკავშირებით. თუ მხარისთვის მნიშვნელოვანია რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ძალიან სწრაფად მოიპოვოს, ალბათ უმეტეს შემთხვევაში გადაიხრება იმისკენ რომ პირდაპირ სასამართლოს იმართოს და სასამართლოსგან აიღოს ეს უზრუნველყოფა.
უზრუნველყოფის ეტაპებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოში ყველა შემთხვევაში გარანტირებულია სარჩელის აღძვრამდე, ხო, უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის უფლება, მაშინ როცა არბიტრაჟში გაჩნია არბიტრაჟს ალბათ ლევან, ხო? არ ვიცი ქართულ რეალობაში როგორ არის, მაგრამ გაჩნია არბიტრაჟს. საერთაშორისო უმეტესობა არბიტრაჟებიც გვთავაზობთ საგანგებო არბიტრის როლს, დავის დაწყებამდე საკითხის გაწყვეტის მექანიზმებს, მაგრამ ალბათ 100% მაინც არა. არ არის გარანტირებული. კი ბატონო, იქ საინტერესო საკითხი შეეხეთეო, ანუ წინასწარი უზრუნველყოფის საკითხს და აქაც უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლამდე რეგულირება სასამართლოს მხრიდან აი წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იყო ფაქტიურად გამორიცხული, მაგრამ ამ ცვლილებების შემდგომ უკვე ის ასე ვთქვათ გახდა შესაძლებელი, რაც ცხადია მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი არის, რომ თუ სასამართლო დავის ფარგლებში აქ მხარეს ეს შესაძლებლობა, რატო არ უნდა კონდეს იგივე შესაძლებლობა არბიტრაჟთან მიმართებით. უბრალოდ აქ რაც მხარეს ევალება არის, რომ შემდგომ სასამართლოს დაუდასტუროს, რომ იმათი დღის ვადაში, რომელსაც საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, ნამდვილად დაიწყო და ინიცირება მოახდინა საარბიტრაჟო განხილვის. ბატონო, ბოდიშა, მაგ საკითხზე მნიშვნელოვანი აღნიშნოს, რომ კანონიდან პირდაპირ ეს არ გამომდინარეობს, ხო? რომ მხარეს ევალება, რომ სასამართლოს, იმიტომ რომ სარჩელის შემთხვევაში სასამართლოს თვითონვე აქვს ეს ბერკეტი, რომ გადაამოწმოს, ხო, 10 დღის ვადაში წარუდგინეთ თუ არა და არბიტრაჟის შემთხვევაში კანონი პირდაპირ ეს ჩანაწერს არ გვთავაზობს, თუმცა პრაქტიკამ შემოგთავაზა. მე ჩემთვის მაგალითად ცნობილი ერთ-ერთი ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა ეს საკითხი ამ მიმართულებით, რომ იგივე პროცესი ვრცელდება, მე უნდა ვიყო, ხო, როგორც სასამართლო ინფორმირებული 10 დღის ვადაში დაიწყო თუ არა ეს წარმოება და დამიმტკიცე, რომ დაიწყო და როგორც წესი გადაწყვეტილებით ავალდებულებენ ხოლმე რა ვადაში უნდა წარადგინოს და ესეა უმეტეს ქვეყნების კანონმდებლობაში. ზოგან პირდაპირ ვადებია დადგენილი და ზოგან საერთოდ სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს რა ვადა დაუდგინოს. კი ბატონო. ლევან, აი განსხვავების კუთხით, აი სასამართლოს როლი რო გამოვკვეთოთ ერთი მხრივ ცნობა აღსრულების დროს და მეორე მხრივ მაშინ როცა თვითონ იყენებს არბიტრაჟის მხარდასაჭერად უზრუნველყოფის ღონისძიების. აი თუნდაც ერთი მხრივ, როდესაც ცნობა აღსრულების აკეთებს, რა სტანდარტებმა უნდა იმოქმედოს და მეორე მხრივ, როცა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას მაგ დროს რა სტანდარტით მოქმედებს და ხო არ არსებობს მაგ დროს ასე ვთქვათ განსხვავება რა ფარგლებში უნდა შეაფასოს ზოგადად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი და მიზანშეწონილობა. როდესაც სასამართლოს მიმართ ხდება პირდაპირ მიმართვა და საარბიტრაჟო წარმოება ჯერ არ არის დაწყებული, სასამართლოს როლი უფრო მნიშვნელოვანი არის ალბათ და მას უფრო მეტი გარემოების შეფასება მოუწევს და ფაქტიურად გარკვეული დავის შინაარსშიც უნდა ჩაწვდეს, იმიტომ რომ სხვანაირად ის ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ისევე როგორც მაგალითად უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის შეტანამდე მხარეს მოუწევს იმის დასაბუთება, თუ რა არის მისი მოთხოვნა, რა უფლება დაირღვა მისი და რატომ ითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას. როდესაც არბიტრაჟი თავად იღებს გადაწყვეტილებას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და სასამართლო მსჯელობს ცნობა აღსრულებაზე, ალბათ სტანდარტი უფრო შედარებით დაბალი უნდა იყოს. აქ უკვე არის გარკვეული ნდობის მომენტი არბიტრაჟის მიმართ, არბიტრაჟმა ეს ყველაფერი განიხილა, თუმცა აქ არის თვითონ არბიტრაჟის კომპეტენციის და პასუხისმგებლობის მომენტი, ანუ ეს გადაწყვეტილება არბიტრაჟის იმდენად კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, რომ სასამართლომ უკვე რაღაც ერთი შეხედვის პრინციპით უკვე შინაარსში ჩაწვდომის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება ცნობა აღსრულების გარეშე, იმიტომ რომ თუ უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადაწყვეტილებას იღებს არბიტრაჟი, მხარეს ფაქტიურად უწევს ორი ეტაპის გავლა, ჯერ არბიტრაჟის დარწმუნება, რომ ეს ღონისძიება საჭირო არის, შემდეგ ეს საკითხი გადადის სასამართლოში, ეს დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან, ენერგიასთან და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ხშირად სწორედ დროის ფაქტორთან არის დაკავშირებული, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მისი გამოყენება. და ფიქრობ, რომ მეორე შემთხვევაში სასამართლომ მხოლოდ რაც ერთი შეხედვის პრინციპით უნდა შეაფასოს. კი ბატონო, თეო ხო არ გამოიხმაურებოდი ამ საკითხს დამატებით.
მოკლედ და ამ შემთხვევაში დავეთანხმები ლევანს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კანონით სასამართლოს მიერ ცნობახსოვებაზე უარის თქმის საფუძვლები, რაც არის უზრუნველყოფის ნაწილში, გვაქვს ეს სპეციფიკური უზრუნველყოფასთან დაკავშირებული და გვაქვს ასევე ზოგადი მითითება, ხო, ისეთ მოხზე, რომელიც ზოგადად გადაწყვეტილებაზე ცნობახსოვების უარის თქმის საფუძველია და ეს ვიცით, რამდენად კომპლექსური საკითხები და საფუძვლები არის, რომელსაც თელი ცალკე წარმოება ეთმობა მე უშუალოდ გადაწყვეტილების ცნობახსოვების ეტაპზე, ამიტომ აბსოლუტურად ალბათ არაგონიურული იქნებოდა აი ამ საკითხების არსობრივი და ძალიან დეტალური შეფასება უზრუნველყოფის ცნობახსოვების ეტაპზე. კი ბატონო, ერთი საკითხი, რაზეც ასე ვთქვათ, მაყურებლის ყურადღებას მინდა რომ მივაქციო, ეს არის 23 მუხლიდან გამომდინარე, მათ შორის საერთაშორისო კომპეტენცია ქართული სასამართლოების. იმიტომ რომ აი ეს უფლებამოსილება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არბიტრაჟის მხარდაშა საჭერად მას შეუძლია ანუ სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს, ეს არ ეხება მხოლოდ იმ საარბიტრაჟ განხილვებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ანუ ადგილობრივს. მათ შორის ეს უფლებამოსილება ვრცელდება ისეთ დავებზე, რომელიც საქართველოს ფარგლებს, ასე ვთქვათ, მიღმა მიმდინარეობს. და ქონია კიდევაც შემთხვევა, ანუ პრაქტიკაც გვაქვს, როდესაც მაგალითად ICC ან გერმანია ან ჰამბურგში მიმდინარე დავის უზრუნველყოფის მიზნით ქართულმა სასამართლომ გამოსცა უზრუნველყოფის ღონისძიება და აქ თავარი კრიტერიუმი არის ის, რომ თუ ანუ საქართველოში არსებობს ამ უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების შესაძლებლობა, ანუ რაიმე ქონება გააჩნია, ან რაიმე ქონება საქართველოში უნდა მოხდეს, ან ეს შემთხვევა, ანუ ქართულ იურისდიქციასთან თუ რაიმე შემხებლობა აქვს ამ ყველაფერს, ანუ ეს ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ქართულ სასამართლოს აქვს შესაბამისი იურისდიქცია და მე მახსოვს 2013 წელს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში, სადაც პირველ ეტაპზე აპელაციამ თქვა, რომ რახან საქართველოში არ მიმდინარეობს, მე არ მაქვს ამის კომპეტენცია, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ სწორად განვარტა ამ შემთხვევაში კანონი, სწორად დაინახა ის უფლებამოსილება, რომელსაც კანონი ითვალისწინებს და შესაბამისად თქვა, რომ კი თუ საქართველოში არის ეს აქტივი და შემდგომ შეიძლება საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საქართველოში აღსრულდეს და მართლა ესე მოხდა საბოლოო ჯამში. კი, აღსრულდა კიდევაც საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოში, სწორი განმარტება გააკეთა ამ კუთხით. და ასევე ერთი საკითხისაც მინდა შევეხო, თეოახსენე ეგრეთ წოდებული emergency arbitration-ის ინსტიტუტი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში უკვე ბოლო 10-15 წელს განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ინერგება და ჩვენ შემთხვევაშიც აი მაგალითად GIAC-ს პირდაპირ აქვს ასე რომ ვთქვათ ცალკე წესები emergency arbitration-ის და მე მქონდა სხვა შორის შესაძლებლობა რომ მე ვიყავი ასე ვთქვათ არბიტრი, ანუ emergency arbitration-ის ფარგლებში და ამის ცნობა აღსრულებაც სასამართლოს მხრიდან უპრობლემოდ განხორციელდა. ანუ ასე ვთქვათ სტანდარტული წესით. იქ მიუხედავად იმისა, რომ შიდა პროცედურული თვალსაზრისით განსხვავებული წესი მოქმედებს, ანუ ტრიბუნალი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას თუ ანუ ეგრეთ წოდებული საგანგებო არბიტრი საარბიტრაჟო წარმოების მიზნებისთვის შეიძლება განსხვავებული წესი მოქმედებს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კანონში ცალკე რეგულირება სასამართლოს მხრიდან ცნობა აღსრულება როგორ უნდა მოხდეს და სასამართლო სტანდარტული წესით ასე რომ ვთქვათ უზრუნველყო ამ დადგენილების ცნობა და აღსრულება, რაც ცხადია მისასალმებელია და იმის გათვალისწინებით რომ საერთაშორისო პრაქტიკა აქეთკენ ვითარდება და იძლევა ამ ინსტიტუტის მოქმედების შესაძლებლობას, კარგია რომ ამ რაღაცა იმის დათქმით რომ მაგალითად არ იცნობს ქართული კანონმდებლობა და ამის გამოცნობა აღსრულებაზე უარი ეთქვა ასე შემდგომ, ცხადია ასეთ შემთხვევაში არ იქნებოდა ზოგადად როგორც პროსაარბიტრაჟო, ასე ვთქვათ, გარემოს თვის მისაღები გადაწყვეტილება და მისასალმებელია რომ ამ ფორმით მოხდა ცნობა აღსრულება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან. თქვენ ხო არ გქონიათ ამ კუთხით რაიმე პრაქტიკული გამოცდილება, შეიძლება ნეგატიურიც ყოფილიყო, როდესაც სასამართლოს ცნობა აღსრულებაზე უარი თქვა არბიტრაჟის მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების. კი ბატონო. ხო არის ფოტოშოპში. არც ვერ მქონია. როგორც ჩანს ამ მართულებით სწორად. ხო, საკმაოდ ისე უბრალოდ არის ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც აი კვლევის დროს შემხვედრია, როდესაც
შინაარსში შევიდა მაგალითად მაგდროს არბიტრაჟის დახვევის არსებობის არარსებობის, მაგრამ ეს უფრო ნაკლებად იყო კომერციული შემთხვევები, უფრო მეტად საფინანსო ინსტიტუტებიდან გამომდინარე დავითან მიმართებით. ანუ ასე ვთქვათ, კომპლექსურ და ის ბიზნეს დავითან მიმართებით, როგორც წესი ესეთი ჩარევა სასამართლოს მხრიდან არ ყოფილა. და მოდი შეგნიშნავ მხარის მითითები თუ მითითების გარეშე და აქტივის ხო რომ მითითების გარეშე ხო? კი ბატონო. და კიდევ ერთი საინტერესო საკითხი მე ვფიქრობ, რაც მგონია რომ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ სასამართლოს ჩართულობასთან მიმართებით არის საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხი. ეს საკითხი ჩვენ კანონმდებლობით ასე ვთქვათ, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ჩავხედოთ პირდაპირ რეგულირებული არ გვაქვს. თუმცა არსებობს ამაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ასე ვთქვათ, პრაქტიკით ფართოდ განმარტა ის უფლებამოსილება და თქვა, რომ მათ შორის საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფაც არის შესაძლებელი. არა მარტო სარჩელის. თუმცა იქ ცხადია დაადგინა გარკვეულწილად თავის კრიტერიუმები, რომ მაგალითად თვითონ დავის ფარგლებში არ უნდა იყოს უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული ეს არბიტრაჟო გადაწყვეტილების სახსრულება საბოლოოდ საქართველოში უნდა ხდებოდეს და ასე შემდგომ. აი, როგორ ფიქრობთ, ამ კუთხით შეიძლება ჩვენ მაინც პროსაარბიტრაჟო საზოგადოება ვართ და მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ესეთი საკანონმდებლო ბაზა და ჩარჩო არ არსებობს, რამდენად გამართლებული არის ესეთი ასე ვთქვათ ფართო განმარტება და მეორე საკითხსაც შემოვიტან სადისკუსიოთ, რომ მოკლედ ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, როდესაც ადგილობრივი გადაწყვეტილების ცნობა აღსრულება ხდება, ამ დროს ალბათ უფრო მარტივი არის, იმიტომ რომ ცნობა აღსრულებასაც აკეთებს სააპელაციო სასამართლო და უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის განხილვის უფლებამოსილებას სააპელაციო სასამართლოს აქვს. მაგრამ როდესაც საუბრობთ ჩვენ საერთაშორისო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე, მან შეიძლება გარკვეულწილად პარალელური პროცესები წარმოიშვას, იმიტომ რომ 23 მუხლიდან გამომდინარე, იქ კანონში გვიწერია, რომ სასამართლო გულისხმობს სააპელაციო სასამართლოს. ანუ უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვეტოს სააპელაციო სასამართლომ, მაგრამ ცნობა აღსრულების საკითხი უნდა გადაწყვეტოს უზენაესმა სასამართლომ და როგორ უნდა გადაწყდეს ეს, ასე ვთქვათ, როგორ ფიქრობთ, რა მიდგომა უნდა გამოიჩინოს ამ შემთხვევაში სასამართლო? პირველ საკითხზე რომ გიპასუხო, ცოტა კონფლიქტური მოსაზრებები მაქვს ხოლმე ჩემ თავთან, როგორც პრო არბიტრაჟის მიმართულებით, ესე იგი ადამიანს კი მივესალმებით იმას, რომ მხოლოდ არბიტრაჟის ხარდასაჭერად იყო ხო მიმართული რეალურად ეს განმარტება გაკეთებული. მაგრამ მეორე მხრივ მართლმსაჯულთა საკანონმდებლო რეგულირების დონეზე რომ შევხედოთ, პრინციპში სწორად ამ რომ არ გვაქვს მოწესრიგებული, მაგრამ მე ვიტყოდი რომ როგორც გვაქვს მოწესრიგებული, იქიდან ცალსახად ჩანს არბიტრაჟის შესახებ კანონის მოწესრიგებიდან, რომ ეს უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს დახრით შეიძლება გამოყენებული იქნეს საარბიტრაჟო პროცესის დასრულებამდე, ხო? ესეთი ჩანაწერი გვაქვს, რაც პრინციპში პირდაპირ გულისხმობს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ეტაპზე ამიტომ ხო საკმაოდ ფართო განმარტება, ასე ვთქვათ, რასაც კიდევ ერთხელ პრინციპში არბიტრაჟის ხარდასაჭერად მივესალმებით, მაგრამ ალბათ უფრო კარგი იქნება საკანონმდებლო რეგულირების დონეზე გასწორდეს, ასე ვთქვათ, ეს საკითხი, რომ იმის იმედად არ ვიყოთ, ვინ როგორ განმარტავს სამომავლოდ. ერთ განმარტებას დავამატებ, უბრალოდ სხვადასხვა ინსტანციის მიერ ერთის მხრივ ცნობა აღსრულების საკითხის გადაწყვეტა და მეორეს მხრივ სხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ალბათ ეწინააღმდეგება ეკონომიის პრინციპს, იმიტომ რომ სხვადასხვა სასამართლო ალბათ ამ პროცესში არ უნდა იყოს ჩართული. ეს უნდა წყდებოდეს ერთ ინსტანციაში და ეს საკანონმდებლო ხარვეზე ალბათ სასურველია რომ გამოსწორებული იქნას. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად. მეც ესეთი აკადემიური ნაშრომი მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და გარკვეული მოსაზრებაც მაქვს გამოთქმული. უბრალოდ ერთი საკითხი, რაც დგება მაგ შემთხვევაში ცოტა პრობლემატური არის, რომ
და პრაქტიკაში რა პრობლემაც არის და მგონია რომ აუცილებლად უნდა გამოსწორდეს არის ის რომ ანუ უზენაესმა სასამართლომ ესეთი პრაქტიკა დაადგინა რომ ორივე განცხადება უნდა მოვიდეს ჩემთან ანუ მე უნდა გამიხილო რაც როგორც აღნიშნეთ ლევან აბსოლუტურად სწორი არის იმიტომ რომ თუ ცნობახსრობას მე ვიხილავ ამ გადაწყვეტილების უზრუნველყოფაც მე უნდა გავაკეთო მაგრამ მეორე საკითხი რაც პრობლემური არის ამ შემთხვევაში რომ თუ უზრუნველყოფას აკეთებს გამოდის რომ აღარ საჩივრდება რაც მეორე მხარეს არ თმევს უფლებას რომ თუნდაც ერთჯერადი გასაჩივრების უფლებით ისარგებლოს. ანუ გამოდის რომ ერთმა მხარემ როდესაც მიმართა სასამართლომ მეორე მხარეს შეუტყობინებლად იმშელა და გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება და იქვე წერს რომ ეს განჩინება არის საბოლოო. ანუ გასაჩივრების შესაძლებლობას ფაქტობრივად აღარ ეძლევა მხარეს. ეს არის საჩივრების უზრუნველყოფაზე ხა ხო და არა გადაწყვეტილების გადაწყვეტილების ხო იმიტომ რომ საჩივრებზე ხომ თადისტი კონფლიქტური წესით არ უნდა იყოს ეს საკითხი მაგრამ გადაწყვეტილების დროს ამიტომ მგონია რომ თუნდაც ერთჯერადი გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მეორე მხარეს როდესაც გადაწყვეტილების უზრუნველყოფა ხდება იმიტომ რომ აპელაციის დროს აქვს და ეს მიდის უზენაესში მაგრამ თუ უზენაესი იყენებს ამ დროს გამოდის რომ მას აღარ აქვს იცი რა ეგ კიდევ ერთხელ გვაფიქრებინოს გონი იმას რომ ეს საკითხი უბრალოდ არ არის რეგულირებულ რომ იყოს, აი ზუსტად ეს იქნება საკითხი, რომელიც ნაფიქრი იქნებოდა და ამიტომ მე მგონია რომ მაგ ნაწილში თუნდაც სპეციალური წესის დადგენა რომ თუნდაც უზენაესის ფარგლებში ერთჯერადად ეს საჩივრდებოდეს ან მინიმუმ მეორე მხარესაც ეძლეოდეს შესაძლებლობა რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განხილვაში მონაწილეობა მიიღოს ანუ მხარეთა დაბალანსების ასე რომ ვთქვათ შეჯიბრებითობის პრინციპის უზრუნველსაყოფად არის ასე ვთქვათ აუცილებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი. აქ ალბათ საინტერესო იქნება სხვა სახელმწიფოების გამოცდილება ალბათ გარკვეული პრაქტიკა ამ ნაწილში იარსებებს და მისი გათვალისწინება შეიძლება მოხდეს თუ შემუშავებაში საბამის საკანონმდებლო ცვლილებები. კი ბატონო ну, თეომ როგორც აღნიშნა, უზრუნველყოფები არის ისეთი ძალიან ფართო საკითხი არბიტრაჟში და ბევრი შეიძლება ვიმშევლოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე ამით შემოვიფარგლებით თუ რამის დამატება არ გსურთ და შემდგომ გვირდებით რომ კიდევ უფრო სიღრმისეულ მსჯელობას ამ საკითხებთან დაკავშირებით შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს თუ მსმენელს. შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი სტუმრები იყვნენ თეონა ჟიჟიაშვილი, PwC საქართველოს იურიდიული პრაქტიკის მენეჯერი და NB Legal-ის მმართველი პარტნიორი ლევან ნანობაშვილი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ და ჩვენც საქართველოს არბიტრთა ასოციაციის პოდკასტების სერია უცებად კიდევ შემოგთავაზებთ საინტერესო საკითხებს არბიტრაჟთან დაკავშირებით. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. მადლობა.